ხო, იცით რა არის, ანუ აქაც რაღაცა განსაკუთრებულ სიახლეს ვიტყვი, რომ ცალსახად ახლა მეც ვეთანხმები იმ ადამიანების მოსაზრებას, რომ ბუნებრივია სანქციების შიში არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ახლა უნდა გავითვალისწინოთ, ახლა მართალია ეს ცოტა ჩემი პროფესიულ იმას ფოკუსს ხდება, მაგრამ ამ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრები საქმიანობენ ევროპის ქვეყნებში და თუ მათ შეეხებათ ალბათ სანქციები პირადად, ბუნებრივია ამ ასე ვთქვათ სარგებელს, რა სარგებელსაც ისინი ღებულობენ ევროპის ქვეყნებში, ან ევროპის ქვეყნებისგან მათი ოჯახის წევრებზე ამ შემთხვევაში საუბარი, ეს სარგებელი აღარ იქნება და რა თქმა უნდა შიში აქ ბუნებრივია არის. ასევე ეს იზოლაციონიზმის თემას საკმაოდ პირდაპირ უკავშირდება, იმიტომ რომ რითაც დავიწყეთ, ხო, რატომ ცდილობენ ესე ვთქვათ აზერბაიჯანში წავიდნენ, წამოვიდნენ სომხეთში, ან უნგრეთში, ანუ არ მთავრდება ეს ვიზიტები დაუსრულებელი ჩინეთში, ხო? კი ბატონო, ასე არის და რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ამ იზოლაციონიზმის შიშთან, იმიტომ რომ ანუ პირველ რიგში მე სხვათა შორის ესეც მინდა რომ აღვნიშნო, რომ მე არ ვთვლი რომ ეს არის მაინც და მაინც გათვლილი საერთაშორისო საზოგადოებაზე, მე ვფიქრობ რომ ეს არის გათვლილი უფრო მეტად მათ ამომრჩეველზე უკვე. არ ვართ იზოლირებულები. აი კარგად ვართ, ყველაფერი კარგად არის, ანუ ჩვენში კი არ არის პრობლემა, ანუ რაღაცა ვიღაცა მაძალებს რაღაცის გაკეთებას, ანუ ვიღაცა ცდილობს რომ რაღაცა შემიქმნას დღის წესრიგი და ეს ძალიან კარგად მუშაობს ქართულ საზოგადოებაზე, მაგიტომ არსებობდა ზოგადად ეს დეზინფორმაციის პრობლემა ყოველთვის წლების განმავლობაში, მაგრამ ეს მანამდე თუ იყო მხოლოდ რუსული დეზინფორმაცია, სამწუხაროდ ეხლა არ არის მხოლოდ რუსული დეზინფორმაცია და პირდაპირ, ну რაც სხვათა შორის საკმაოდ უნიკალური შემთხვევა არის, როდესაც თვითონ ხელისუფლებაში მყოფი რაღაც ძალა აწარმოებს დეზინფორმაციას, რომელიც თუ იგივე არ არის, ყოველთვის ანალოგიურია იმ ძალის მხრიდან მომდინარე დეზინფორმაციისა, რომელსაც წლების განმავლობაში ვებრძვით და რომელიც პირდაპირ მტერია. ანუ ეს ამ